ჩემი ცხოვრება ვერ წარმომიდგენია კერამიკის garaშე. წარმოიდგინეთ, რომ მთელი ცხოვრება მიყვები ამ საქმეს, გიყვარს და არასდროს არ ღალატობ. ნინო ბერუაშვილს ხელოვნებისადმი ინტერესი ბავშვობიდანვე ჰქონდა. იგი ხელოვანთა ოჯახში გაიზარდა. მშობლები მხატვრები იყვნენ, ბაბუა კი კერამიკოსი. სწორედ ბაბუის სახელოსნოში გატარებულმა ბავშვობამ ნინოს თიხისადმი განსაკუთრებული ინტერესი გაუჩინა. მახსოვს, რომ ძალიან დიდი ინტერესით ვუყურებდი ბაბუჩემის მუშაობის პროცესს, თუნდაც გადაზელვა, თიხის გადაზელვა, მოხატვის პროცესის. ბებია ჩემს ეხმარებოდა მოხატვაში სხვათა შორის ჭიქურობით. და აქედან ნენელა გამეზარდა, რა თქმა უნდა, ეს ინტერესი. მშობლებიც თავისთავად რო ხატავდნენ, სულ ამ გარემოცვაში ვიყავი. სხვა ინტერესი არც მქონია. სულ ამ მასალებში რო გაქვს შეხება, პირველი დღეები ალბათ მაგიტომაც არ მახსოვს, რომ სულ ამაში დავიბადე და გავიზარდე. პირველი დამოუკიდებელი ნამუშევარი 6 წლის ასაკში შექმნა. სკოლის პერიოდში კი ზუსტად იცოდა, რომ სწავლა სამხატვრო აკადემიაში უნდა გაიგრძელებინა. სწავლის დასრულების შემდეგ მუშაობა ხელოვნების პედაგოგად დაიწყო, თუმცა კერამიკისადმი განსაკუთრებულმა სიყვარულმა საბოლოოდ სხვა მიმართულებით წაიყვანა. პედაგოგობას თავი დაანება და მთლიანად კერამიკაზე კონცენტრირდა. მასწავლებელი ნინო და კერამიკოსი ნინო აბსოლუტურად განსხვავებული, ანუ როგორც კი ინტენსიურად დავიწყე მუშაობა კერამიკაში, აბსოლუტურად შევიცვალე, იმიტომ რომ თერაპია, ხო, როდესაც ეხები თიხას და ამიტომ სულ შვიდა წნარად უდგები ამ საქმეს. რომ რა თქმა უნდა, შენს ნამუშევარს შენი ხასიათი ეგრევე ემჩნევა, როგორ განწყობაზე ხარ, გადმოგაქვს ეგრევე ნამუშევარში შენი განწყობა. ზუსტად ახალი წლის პერიოდს დაემთხვა, რომ ჩემი ასე ვთქვათ, კერამიკული პირველი ნაბიჯები გადავდგი ზუსტად ახალი წლის პერიოდში, ახალი ენერგიებით, ღუმელიც იმ პერიოდში ჩამოვივიდა, მასალებიც ზუსტად ისე შევიძინე, რომ ზუსტად ახალ წლამდე და ახალ წელზე უკვე სხვა მით შევხვდი, ასე ვთქვათ, შედეგით. ნინოსთვის ახალი წლის სამზადისი განსაკუთრებით დატვირთული და მრავალფეროვანია. მისთვის ეს დღე ახლის ძიებასთან, სურვილების ახდენასთან და ახალი შესაძლებლობების გაჩენასთან ასოცირდება. ყველასთვის საყვარელი ის არის დღესასწაული, ხო? ჩემთვისაც ასეა, რა თქმა უნდა, და განსაკუთრებულად ვემზადებით. და არ მგონია, რომ მარტო მე ვიყო ასე, ყველა ასეა და მით უმეტეს კერამიკოსები, იმიტომ რომ ეს ხანგრძლივი პროცესი რო არის, თავისთავად მოითხოვს უფრო ადრე ჩართულობას ამ ყველაფერში, იმიტომ რომ დაახლოებით 2 კვირა სჭირდება ნამუშევარს, რომ ყოფილი სახე მიიღოს. ყველას აქვს საკუთარ ფიქრებში რაღაცა, რომელიც უნდა რომ განახორციელოს და რატომღაც ახალ წელთან ასოცირდება, რომ ახალი წელი რო იწყება, ეს იდეა აუცილებლად უნდა განახორციელო და მთელი ახალი ენერგიებით და ძალით უნდა შეუდგე ახალი წლიდან. ასე ასოცირდება ჩემთვის და კი, ასეა, სულ სხვა განწყობით ვემზადები თუ რაღაცა მაქვს ჩაფიქრებული, ფიქრობ, რომ ახალი წლიდან ესე იგი სულ სხვა ენერგიით შეუდგები ამ ყველაფერს და გამომივა აუცილებლად. საახალწლო სურვილების სია დიდია, თუმცა ამ ჩამონათვალის თავში ერთი მთავარი ოცნება დგას. სურს საკუთარი სახელოსნო გახსნას, სივრცე, სადაც დღის უმეტეს ნაწილს გაატარებს და საკუთარ შესაძლებლობებს უფრო დიდ და ფართო თვალსაჩინოს გაუხსნის.